მოგესალმებით. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით კუმისში. დღეს გვექნება ნადირობა დმანისის მუნიციპალიტეტში. კუმისი არის ჩვენი შეკრების ლოკაცია. დღეს ჩვენი კლუბი მონადირე, ასევე კლუბი იბერია, კლუბი ლეგიონი და ასევე ოჩოპინტრე შევიკრიბეთ, სწავლთ, გვექნება ერთობლივი გასვლა, გვექნება ლიცენზირებული ნადირობა კონკრეტულად მგელზე და ტურაზე. მოგეხსენებათ, ძალიან აწუხებს სოფლის მოსახლეობას მაღალმთიანში ეს მსხვილი მტაცებელი გამგეობა დაგვიკავშირდა, შევიკრიბეთ და დღეს როგორც ადრე ჩავატარებთ ასევე ლიცენზირებულ ნადირობას, მტაცებელს გამოვხშირავთ, ამოვიღებთ ბუნებიდან. რაც შეეხება წინა ნადირობების ვიდეოებზე, როდესაც ჩვენ ლიცენზირებულ ნადირობებს ვატარებთ და სოციალურ ქსელში ვათავსებთ, ხალხისგან გამოიწვია ძალიან ისეთი აგრესია და ცუდი გადაწყვეტილება. და პირველ რიგში ეგეთ ადამიანებს მოუწოდებ, მაშინ რაც ზიანსაც მიაყენებს მოსახლეობას, ეს არის აუნაზღაურებელი ზიანი, საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ჩვენ არ ვინადირებთ და მაშინ მოსახლეობას აუნაზღაურეთ ის ხარჯები. ჩვენ დავისვენებთ. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ყველაფერი არის უანგარო, ვეხმარებით ისეთ ადამიანებს, ვისაც სჭირდება რეალურად მონადირეების დახმარება და ყველაფერს ვაკეთებთ კანონის ფარგლებში. ბიჭებთან ერთად გავulit ახლა რაღაც საკითხებს და წავალთ უკვე დმანისის მუნიციპალიტეტში. ვასო, სადა ხართ? უსაფრთხოების სამსახურის ვავს. კი ბატონო. მოგესალმებით მეგობრებო. დილამშვიდობისათ, ეხლა ვართ სოფელ ახაში, დმანისის მუნიციპალიტეტში. დღეს გვექნება ლიცენზირებული ნადირობა მტაცებელზე, კერძოდ მგელზე და ტურაზე. ამ ორ ნადირზე გვექნება ნადირობა. არ ჩამოვთვლით, სხვა მტაცებლებიც გამოვლენ. სხვა მშვიდობიანი ცხოველით ნადირი ფრინველი შეგვხვდება, საინტერესო და მონატრებულები, მაგრამ დღეს გვაქვს ლიცენზია მხოლოდ მგელზე და ტურაზე. 3 ერთეული მგელი გვეყოლება და 10 ტურა. დანარჩენი ნომრებში დალაგებას მიხედავს ჩვენი ადგილობრივი ძმა და მეგობარი დიმიტრი ჯაყელი, რომელიც გაგვანთავსებს აბსოლუტურად ყველას და არავინ არ დარჩება ნომრის გარეშე. გაგაცნობთ, აგერ მიდგას ეს კაცი. უსაფრთხოების ინსტრუქტორს ჩაატარებს ჩვენი კლუბის უსაფრთხოების სამსახური, ვასო კობაიძე და ვახუ აფციაური. დანარჩენი ნალექი არის ბიჭებო, მოსალოდნელი და გავითვალისწინოთ ის, რომ ბოტები თან თუ არა მანქანაში ყველას უნდა გქონდეს და თქვი კიდევაც მაქსიმალურად მოგაწოდეთ ინფორმაცია. ვეცდებით რომ მოვასწროთ 3 მორეკვა, 2 მინიმუმ, ამინდი იმედია ხელს შეგვიწყობს. ვინადირებთ მუხიანის ტყეში, მუხიანი ქვია იმ ტყეს, სადაც შევალთ და მანდ არ გვინადირია ჯერ და ადგილობრივები გვეუბნებიან რომ ჭარბად არის
ტაცებელი, რაზეც ვარ ჩამოსულები და შემდეგ მორეკვებს გავაკეთეთ აი ამ დღეს არ ვიცი რა ქვია და ერთი დღე არის დაბლა კიდე გომარეთში. პირველი დღე სადაც ავდივართ, სწრულიანი აქვს, ფოთლოვანიც აქვს, მაგრამ ძირითადად არის წიწვოვანი. ხო, რაც შეეხება ნარეზიანები რამდენი ვართ? ამ შემთხვევაში ორი კაცი, ხო, ორი კაცი. კი ბატონო. ორი კაცი საკმარისია ნარეზიანი. ხო, ყავს სამი ძაღლიდან ერთი არის გამოცილი, რომელიც ძალიან კარგად დაძდებს სტაცებელს და ვიცით და პრაქტიკაში არის ეგეთი, ორი არის ადგილობრივი ძაღლი და ესე რომ თქვათ, გაიწაფებიან და ისწავლიან. მაგ ორი ძაღლის იმედი მეტნაკლებად გვაქვს, მაგრამ ის ერთი ძაღლი თავისად თქვა სიტყვისა ასევე სარეკი. სარეკს თქო მაქსიმალურად ხმაურით, შეძახილით, ნელი დინჯის სიარულით და სროლით, ხო, არ დაგენანოთ ვაზნები, ვისაც არ გაქვთ, მოგცემთ. ხო, წინა ნადირობაში, ბიჭებო, ძაღლებმა საერთოდ ვერ იმუშავეს, ვინც არ იყავით, ესე გეტყვით, მაგრამ სარეკმა ისეთი ამბავი ჩაატარა, რომ ძალიან კაი შედეგი დავასრულეთ წინა ნადირობა. ამიტომ სარეკს მოგეთხოვებათ 80% რა. ძალიან დიდი შანსი არ გაიკვირვოთ ის, რომ ნადირს პირდაპირ თავზე დაადგეთ, იმიტომ რომ მე მქონდა ერთ-ერთ დღეში სადაც ვინადირებთ 30 მეტრში, ნადირი ადგა და სამწუხაროდ 8 ნომრები მქონდა შიგნით. გაითვალისწინეთ სარეკმა, თან იქონიეთ მსხვილი ვაზნები, იმიტომ რომ ძალიან დიდი შანსი გაქვთ ნადირთან ახლო იმაში, რა ქვია, ახლო დისტანციაზე შეხვედრაში. უსაფრთხოების ინსტრუქტორს ჩაატარებს ვასო სადახარ? ხო, ვასო და ვახო. დანარჩენი მადლობა ბიჭებო ყურადღებისთვის, წარმატებულ ნადირობას გისურვებთ და რა ვიცი, იმედია რომ წარმატებით დასრულდება, რასთავარია მშვიდობიანად. დანარჩენი იარაღი რამე ეს ხალხი და კიდევ ერთი რაღაცა, ერთი საკითხი. ყველაზე მთავარი რა, იარაღზე ვასო იტყვის, მაგრამ ნომერში რო დააყენებს ადამიანი, ის ნომერი არავითარ შემთხვევაში რაც არ უნდა იყოს, არ მოიხსნება. რაციებს თიშავთ, არანაირი გადმოფაჩუნება ნადირობთ მგელზე, იმიტომ რომ აქ ჩვენ პრაქტიკაში გვაქვს ტურაზე და სხვა ნადირზე გაცილებით დიდი რაოდენობა მგელი გამოდის რა. სპეციალურად არ ვისხავ სუნამოებს და დეზედორებს, რომ ყველაფერს ყურადღება ექცევა. ძალიან დიდი სიფრთხილე, რაც უფრო ჩუმად იქნებით და დამალულები იქნებით, შედეგიანი თქვენ გამოგივათ, ესე რომ ვთქვათ, უფრო დიდი შანსია, რომ ნადირი გამოგივიდეთ. არავითარ შემთხვევაში ნომერი არ მიატოვოს არავინ. ვინც დაგაყენებს ნომერში, მოგაკითხავს და ნომერს მოგიხსნის. წინააღმდეგ შემთხვევაში რა ვქნა, ვინც არ უნდა იყოს, გინდა ვიყო მე, გინდა იყოს ადგილობრივი, დიდ პატივს ვსვამ ყველას. ადგილობრივებო, თქვენ სოფელში გვიწევს ნადირობა, მაგრამ წესი არის წესი. აგერ არის ჩვენი ლიცენზია და ყველანაირი დარღვევა, რასაც მოყვება დაუდევრობა და ასე შემდეგ სასამართლოში ნუმარბეინებთ. კი ბატონო. გვესწრება გომარეთის გამგებელი, უფრო მეტი პასუხისმგებლობა და დისციპლინა გვმართებს. მადლობა ყურადღებისთვის. ერთი სათხოვარი მექნება ყველასთან ბიჭებო, რომ წესა როგორც კი მივალთ და მანქანებს რო გავაჩერებთ, უხმაუროთ ყველა ჩამოვდივართ, არანაირი გადალაპარაკება, შევდივართ ტყეში და მიდის სარეკი ცალკე, ნომრების გალაგება ცალკე. იმიტომ რომ იქ პატარა ხმაური და ტყე ისეთ ადგილას არის, ქვემოთ აქვს ხევი, სოფელი, პატარა ხმაურზე დგება ნადირი და გარბის პირდაპირ რა. საერთოდ აღარ ჩერდება იქ. და აზრი აღარ ექნება მე იქ ჩვენ შესვლას. თუ ხმაურით შევედით ტყეში. მანქანებიდან ჩამოვიდეთ, ნომრების ხალხი გამომყვება პირდაპირ მე და სარეკს გავუშვებ ცალკე. ხო, ესა თანმიმდევრობა გავაკეთოთ ისე, რომ მე არ იყოს, რომ მე აქ, მე როგორანაირად, ანუ თავიდანვე ვიცოდეთ, ან სიტყვას დავიწყოთ უკანა მანქანიდან მოყვეთ, ან წინა მანქანიდან დავიწყოთ და ეს, ან მანქანებს ვაჩერებს ტყესთან, ჩამოვდივართ მანქანებიდან და როგორც მაშინ ავედით, ხო. ეს კრუგს და დაულაგდებით. კი ბატონო. სარეკის ბიჭები, ვინც სწავლენ სარეკში, ეხლავე გადაუნაწილდეთ, რომ იქ არ დავიწყოთ, მე წავალ და მე არ წავალ. კარგი, სარეკში ვინც წავა ხელი აწიოს, ერთი პირველი მე მოვდივარ სარეკში. ვახო, ორი კაცი, დაახლოებით 6-7 კაცი მჭირდება სარეკში. 6-7 რა ხელა მასივი არის. დიდი ტყია. იმ დღეს გამოგჭა, საკმაო მანძილი გამოგჭა. ხუთმა კაცმა ვერ გავიდა. 3 კაცი. სარეკი. სხვათა შორის წინაზე მართლა მაგარი სარეკი ყავდა, ძალიან მაგარი ბიჭები რა. სარეკს გეტყვით, საიდან უნდა დაიწყოთ, რა მიმართულებით უნდა დაიწყოთ, მორეკვა ადგილზე გაგაცნობთ მაგას, უცებ, უხმაუროთ და წავიყვა ნომრებს დავალაგებ და დავიწყოთ. ერთი რაცია სარეკს, ერთი რაცია მე რო გადავცე რომ დაიწყონ მორეკვა.
არა, მარტო სარექს ექნება და რომ კომუნიკაცია შედგეს, როდის დაიწყებენ და როდის არა. ხო, დანარჩენი არ გვინდა ამას. ხო, დავტოვებთ მანქანებში რაციებს, რა ერთ სიტყვით რომ მე არ იყოს. ერთ რაღაცას დავაკონკრეტებთ, აქეთ მეორე განყოფილება უკვე დაიწყო და ერთ რაღაცას ვიტყვი. მარტო ექნება სარექს და მე მექნება რაცია რომ რომელიც ბოლო ნომერს დააყენებს. всё, ნომრებს რომ გავანაწილებ უკვე, დაუძახო რომ მორეკვა დაიწყო. მაგისთვის გჭირდება რაცია, მეტი არაფერში. გასაგები. სხვა დანარჩენი წარმატებულ ნადირობას გისურვებთ ყველას. გაიხარე. მოგესალმებით ყველას. ვასილ კობაიძე გახლავართ, კლუბი მონადირეს უსაფრთხოების წარმომადგენელი. ჩვენ კლუბმა ზოგადად შეიმუშავა ხელმძღვანელებთან ერთად კონკრეტული ელემენტარული გასათვალისწინებელი გარემოებები, რაც ჩვენს უსაფრთხოებას, ჩვენს სიცოცხლეს და ჩვენს ჯანმრთელობას ეხება და მოგეხსენებათ ცეცხლსასროლი იარაღთან გვაქვს საქმე და თითოეული ჩვენთაგანი მაღალი პასუხისგებლობით და ძალიან დიდი ყურადღებით უნდა მოვეყუროთ რა. დაამიჯერეთ, აი ოდნავი დაუდევრობა, გაუთვალისწინებელი თუნდაც ის რომ ვიცოდეთ რომ აი შეიძლება არაფერი მოხდეს მე რა მოხდა. აი ელემენტარული ფეხის წაბორძიკებით გვიწევს ჯაგნარში, ტყის მასივში სიარული, შეიძლება ჩვენ საერთოდ არ შევეხოთ, უბრალოდ წაბორძიკებით სასახლეში ისე მოხდეს ტოტი ან რაღაცა, რომ აი ესეთი რაღაცა ფატალური შემთხვევა არ დაგვემართოს, ჩემით ხო უნდა იქნება და მოთხოვნაც აუცილებლად რა. რომ სანამ ნომრებში არ გავნაწილდებით და არ დავდგებით, თითოეულ ჩვენთაგანმა გავითვალისწინოთ და გავითავისოთ. არავითარ შემთხვევაში იარაღი არ დავმუხტოთ. ტყვია არ შეიტანოთ ერთი სიტყვით ლულაში, არც ერთ შემთხვევაში. პირველ რიგში ეს იქნება ჩემი მოთხოვნა და აი ძალიან, რა ვიცი, აი მეგობრულად, ადამიანურად და რა ვიცი, უგნებავთ, რა ვიცი, როგორც აი ძალიან შინაურულად რა, ძალიან ბევრთან მინადირია. კიდევ ერთხელ გვიწევს შეხვედრა, იციან, მაგრამ მეორდები, იმიტომ რომ აუცილებელია რა ეს აუცილებელი და ძალიან დიდი თხოვნა იქნება რომ თითოეულ ჩვენთაგანმა ეს პრინციპი დავიცვათ. ნომრებში დადგომისთანავე დავმუხტოთ იარაღი, მანამდე არა. არა, ან ესე გავაკეთებ ცოტა იმას მჭიდში სიტყვაზე შევიტან და მერე გადავტენი, არა. მივდივართ ცალკე, აი სავაზნეებში ვექნება ეს აი როგორც მე მაქვს მაგალითად აი ესე მოთავსებული, ცარიელი იარაღით. განლაგდებით ნომრებში მხოლოდ და მხოლოდ ნომერში დადგომის შემდგომ მოხდება იარაღის დამუხტვა. ასევე ნომრებიდან აშლის შემდგომ ადგილზევე, მერი არა, ადგილზევე რომ ვიტყვით რომ всё, ნომერი შეგიძლია რომ დაუბრუნდე საწყის პოზიციას და დაბრუნდე შეუერთდე დანარჩენ მონადირეებს, მაგ შემთხვევაში ადგილზე მოხდება იარაღის განმუხტვა და შემდგომ მოხდება შეერთება იმ დანარჩენ მონადირეებთან ერთად, ვინც გველოდება. ეს რაც შეეხება ნადირობის დროს ან თუნდაც ელემენტარული გადაადგილების დროს. ხო ვიცით რომ ჩავატარეთ ინსტრუქტაჟი და ვიცით რომ იარაღი არ ეს რა ქვია, გვაქვს ცარიელი. ყველამ აკონტროლეთ იარაღის ლულა. მაინც დამიჯერეთ ხალხო, ეს გავითავისოთ რა, არასდროს არ მიუშვირო და არ გაუთავამდეთ. შეიძლება თითოეულ ჩვენთაგანს ემოციებით დატვირთული არის ვიცით ჩვენი ნადირობა და დაგვრჩეს ლულაში დატენილ მდგომარეობაში, დამუხტულ მდგომარეობაში იარაღი და აი აქედან გამომდინარე ყოველთვის ვაკონტროლოთ, სულ რომ დარწმუნებული ვიყოთ იარაღის ლულა არ მიუშვიროთ ერთმანეთს. არავითარ შემთხვევაში. ნომრებში რომ განლაგდებით. დადგომისთანავე რა, ჩვენს მარჯვენა მხარეს და ასევე მარცხენა მხარეს. შევეცადოთ რომ თითოეულ ჩვენთაგანმა დავინახოთ რა ადგილას, სავარაუდოდ რა ადგილას იქნება განთავსებული შემდეგი ნომერი, შემდეგი მონადირე. რომ ვიცოდეთ დაახლოებით იმ მიმართულებით არავითარ შემთხვევაში არ ვისვრით რა. რაც არ უნდა მაგარი მომენტი გქონდეს და რაც არ უნდა ხელსაყრელი მომენტი იყოს, არავითარ შემთხვევაში ნომერში დადგმული დამდგარი ადამიანის მიმართულებით არ ვისვრით. რაც შეეხება სამიზნეს, რაც არ უნდა იყოს, გელი იქნება თუ ტურა იქნება და შეიძლება სხვა რაღაცებიც გამოვიდეს, რა ცხოველები. ანუ არავითარ შემთხვევაში სხვა რამეს არ ვესვრით რა. კარგად გავარჩიოთ სამიზნე თუ რა გამოდის და შემდგომ ვესროლოთ. არა უშავრა მოვლანდეთ, რაღაცა პატარა მონაკვეთი გქონდა და ვერ ვესროლეთ, სხვა ესვრის. თავარია ჩვენ ყურადღებით ვიყოთ და არ გავრისკოთ. არაფრად არ გვიღირს ჩვენ გარისკვა რა. ჩვენი ისევ კიდევ ერთხელ განმეორდები რა. ჩვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის უპირველეს ყოვლისა.
რავი, მეც აღარ მოგაწყენ თავს, დარწმუნებული ვარ თვითონ თქვენთაგანმა და ძალიან ბევრმა იცით ეს ყველაფერი, მაგრამ აუცილებელია მაინც, რომ აუცილებელია. ნომრებში 32 ნომერი გაკეთდა. საკმაოდ შრომატევადი იყო და დიდი ხანი მოვუდით, დაახლოებით საათნახევარი მოვუდით ნომრების განაწილებას რა. ჩაკეტილი გვაქვს გამოსასვლელი ხევები ტყიდან. ტყი არის წიწოვანი, მუხიანი და ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს ამ ადგილს, რადგან სოფელთან არის ძალიან ახლოს. აბა ჩვენ ვიცით წარმატებები და ჯერ გვაქვს დრო, რომ ეს ტყეც მოვასწროთ. თუ ისეთი შედეგები არ მოყვა, რისთვისაც წამოსულები ვართ, დაახლოებით კიდევ 2 მორეკვას მოვასწრებთ. ნახოთ. ცოტა ხმაური მიშლის ხელს. სმენა თითქმის არ არის, როდესაც ნადირი აპირებს გამოსვლას და ახლოს არის ნომერთან. ჯერ სმენით ხვდები ხოლმე მოახლოებას და შემდეგ ტრაექტორია უკვე წინასწარ ვიცი ხოლმე და აქ ამ შემთხვევაში მდინარე ხელს მიშლის, მაგრამ საკმაოდ პერსპექტიული ადგილი არის გამოსაზრმად. მეტი ყურადღება მაქვს მისაქცევი ამ ტერიტორიაზე, რასაც ვიცავ. ჩემ გვერდზე არის კვერნა. იქეთ ნომერში არის დათო ცერცვაძე და თითქმის მთლიანი ტყე გვაქვს შემოღობილი და ნომრები ყველგან კარგად არის განაწილებული. აი უკვე ძალიან მალე დაიწყება სარეკიც და დავალოდოთ აბა მოვლენების განვითარებას. სამწუხაროდ ნადირი ამ ტყეში არ დავგვხვდა. გვიწევს გადასვლა სხვაგან რა. და დიდი იმედი მქონდა რომ აქ იქნებოდა, მაგრამ რას გაიგებ კაცებლისას. სამწუხაროდ პირველი მორეკვა წარუმატებელი აღმოჩნდა. დიდი ალბათობით ეგეთი პირი უჩას, თუმცა ყველასთან მაინც არ გვაქვს კავშირი. ხო, გაუვლით ეხლა ვნახავთ თაბილთან ნომრებს. სროლები იყო. სროლები იყო და დარწმუნებული ვარ მე რომ ეს სროლები არ ყოფილა მარტო სარეკის რა. რატომღაც მგონია რომ ნომრებიდანაც იყო სროლები და რამოდენიმე ზედიზედაც გავიგონე, მაგას მოვყარიყური, რომ თითქოს გარეთ ისროდნენ, სარეკი ხო ტყეს ხომ მოუყვება და ეს სროლები იყო გარეთ ამხარეს რა და ნახოთ აბა. თუ არა და ჩემო ირაკლი, მინდა გითხრა რომ გადასარევი ადგილი იყო.
ძალიან ვისიამოვნე. თვალს ყალი დავალებინეთ. თვალს ყალი დავალებინეთ, მუხლი გავშალეთ და კი. ახალი ადგილი, ახალი ლოკაცია შევისწავლეთ. კი ბატონო, აქ ურიგო არ იქნება, სხვათა შორის ქათამზე ნადირობა. მინადირია. ჩვენიერი იქნება აქ ნადირობადია. მე ეჭვი მაქვს, რომ ერთ-ერთი გადაცემა, რომელიც ჩაწერილი მაქვს ადრე. აი, შემოსასვლელში აღნიშნე სხვათა შორის ეგ ქალბატონებთან ერთად რომ კი, გოგონა მახლდა, რუსი გოგონა და ჩვენი მეგობრები იყვნენ. მე მგონი აი აქ არის გადაღებული რა. ცოტა სხვა გზიდან შემოვედით ჩვენ, მაგრამ ამ დღეს ძალიან გავს და ამ ადგილს. რომ მივალ გადავამოწმოთ ნახავდებს. აი ბატონო. სადაც ლაშას მანქანამ დღეს რეკორდები მოხსნა. მოკლედ, მე და გვერნამ და ჩვენმა ოპერატორმა გაბრიელმა გადავწყვიტეს რომ გზა მოგვეჭრა, არ გვინდოდა მთებში სიარული, ჩავედით აბლა და მინდორ გამოვედით. კი ნახავდით კადრებს. წაიქცა. რატო გადავიდნენ ესენი ფეხით? ბიჭო მაგრა ასრიელდა ლუკა მანქანას არ შეუვარდეს მეთქს. რა საკეთებენ ესე? იტკინე? პაროგებზე დადგნენ. ბიჭო, პაროგებზე დადექით. ფეხით ხوارიული თავა. ზოგი ჩასხედით, ზოგი დადექით. ერთი ადგილი გვაქვს. ლუკას, მოიტა შენ დაჯექით ჩემი ძმა. არა ერთ დღეს შენი დღე რა. დღეს შენი დღე არ არის. მოდი ზური, დაჯე უკან. დავაი წად. ჩემი თოფი უნდა იყოს. ბიჭო, არის ერთი ადგილი და რაზე წვალობთ? კაი. წადი. მაგრამ ეხლა ადრენალინი მივიღეთ ლაშიკოს ოფროუდებით. აი, გაუღიზიანე ლაშა, რა საკეთე, ლაშა.
ქარიშხალი წამოვიდა, აი კადრებს კი ნახავდით. თარბუქი იყო, წვიმა იყო, რავი, სეტყვა იყო, ყველაფერი იყო, თოვლი არ ყოფილა. ხო და ლაშამ ჩამოგვაკითხა და თოის აუცილებლად გზა ვერ ვიპოვეთ და ეს კლდეებზე, აი ესეთ რელიეფზე ზუსტად ნახეთ, აი ესეთ რელიეფზე იარა ამ მანქანით რა. ეს ლაშას მანქანა მოხსნა რეკორდი. ეხლა რაც შეეხება ნადირობას, გადავდივართ შემდეგ ტყეში, სხვა ლოკაციაზე გადავდივართ. არის ასევე პერსპექტიული და იქ უფრო დაკვირვებით, უფრო პროფესიონალურად და კარგად ჩავატარებთ სარეკს და იმედია იმ ტყეებში გამოგვივა ის ნადირი, რაზეც წამოსულები ვართ ამ ხელა გზაზე ამდენი ხალხი. არა, წამოდი. რატო კაცი აქეთ დგას, რა უნდა კაცო? მაცად ერთი წავით, წამოდით. წავით. ბაბუ. მოდი. სად? იქ კაცი დავაყენე წეღანა. არა, კაცი დავაყენე წეღანა. 50 მეტრაში კაცი დავაყენე მანდ. ბაბუ, მოდი. არა. ვაჟა, არა, წეღან კაცი შევიყვანე, წეღან კაცო მოცა. ხო. ვერ გავიგე. ხო და მაგას ვამოფრო. გას ერთი კაცი. ბაბუ, ორი კაცი დავაყენე მანდ. მასაძე, ეგრეთ გას კაც ვერ ხედავ ტყეში, ნუ გამაგიჟეთ, კაც ვერ ხედავ ჩიგნით. ხო. ანძებთან კი გას კაცი, მაგრამ ანძების იქით შეყოლებას აქედან გასული სუ იქით მიდის, მაგრამ გავიგე, მომისმნერთი წამით. ნარეზიანი დავაყენე ისეთ ადგილას, სადაც შეიძლება ბოლოში 300 მეტრა უნდა ვატარე. ისრის მერე ნარეზიანი. უნდა ისროლოს ხარ, ნარეზიანი ხარ. კიდევ ხარის ჩაკეტოს. სიარული ვის არ შეეძლო? მოდი. აი გაუჩერდი. აი აქ. კაცი ყავს ეგერ ტყეში, მაგრამ ვერ მოარხო. ხო, აი მაგ გაჩერდი. წავედი ბაბუ. წავედი. დროზე. всё, გადასარევად ადგა იცის იმ კაცმა თავის საქმე. წამო. ესე იგი, ამ დღეს იქეთ დაბლდა მხარეს დგას 6 მარაგი, 3 თაღლით. ნომრები გავანაწილე და ბოლო ნომერში დავდეგი ახლა მე. ეს არის დღის ნადირობის მეორე მორეკვა. ეს ის ადგილი არის, სადაც კლები მოვინადირეთ რა და ნახოთ დიდი შანსია რომ აქ კლები იყვნენ რა ისევ შემოსულები. აქეთ გასაფარი. იქეთ ბოლოში პირველი ორი ნომერი კარაბინით დავაყენეთ აქედან გაპარული. დაბლა დიდი ხევი აქვს და იქ მეტი შანსი აქვს რომ კარაბინს იყო ჩაღოს. და რა ჩას ნახოთ ახლა წუთი სარეკი დაიწყება და ესეც მეორე
დასრულდა ჩვენი დღევანდელი ნადირობა. მოკლედ ამინდმა ხელი საერთოდ არ შეგვიწყო, ძალიან გაგვიწვიმდა. ნახავდით კადრებს. რაც შეეხება დღევანდელ ნადირობას და გამომივიდა ნომერში 2 ტურა. ორივე მოვინადირე, მსხვილი მტაცებელი როგორც არის მგელი. სამწუხაროდ დღეს არც ერთ ტყეში, არც ერთ ნომერს არ შეუმჩნევია. მაგრამ საბედნიეროდ შეგვხვდა მშვიდობიანი ცხოველები, როგორც არის კურდღელი და შველი, რა თქმა უნდა, გავატარეთ და არ მოვინადირეთ. ჩამოვედით ქალაქში და ჩვენს კლუბში ეგეთი ტრადიციაა რა, აუცილებლად მანქანები, რომლებიც გვემსახურებიან, არავითარ შემთხვევაში გაურეცხავ მდგომარეობაში არ რჩება. ეხლა ვსკავართ სამრეცხაოზე და ლაშიკო, როგორ შეაფასებდი დღევანდელ დღეს, ჩემო ძმაო? პირველ რიგში მადლობა მასპინძლებს, მადლობა კლუბს, რაც თავარია ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა. ნადირობა შედგა, მეტნაკლებად გამოხშირეთ მავნებლებიც და არ ვესროლეთ მშვიდობიან ცხოველებს. რაც ყველაზე მთავარია. და საბედნიეროდ თუ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, ძალიან მომრავლებული არის მშვიდობიანი ცხოველი ტყეში მადლობა. და შეძლების დაგვარად შევამცირეთ ნადირი, რომელიც ძალიან მავნებელი არის, მით უმეტეს, როდესაც მრავლდება ეს მშვიდობიანი ცხოველი. კი, რადგან მტერი არ ყავს, ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა რა და ჩვენ უნდა დავიცვათ ეგ სტაბილიზაცია რა კი ესე ბატონო. ვთქვით. და რაც შეეხება იმას, ვიდეოს დასაწყისშიც ვთქვი, აი იწერებიან ხოლმე ეგეთ რაღაცებს, რომ რატო თუ ეს სისხლის მსმენელებო, ესაო, ისაო, იწერებიან ისეთ რაღაცებს, რაც ჩემი აზრით არა კორექტული არის პირველ რიგში ჩვენაირი კლუბისთვის. ჩვენ ვართ კლუბი, რომელიც კანონის ფარგლებში აკეთებს აბსოლუტურად ყველა ღონისძიებას. ჩვენი ლიცენზირებული ნადირობა არ არის დარღვევა, პირიქით უანგაროთ ვეხმარებით მაღალ მთებში სოფლებს, ხალხს, გაჭირვებულებს, ჩაგვაქვს საკვები, ვეხმარებით ყველაფერს ვაკეთებთ უანგაროთ რა. კი, მონადირები ვართ და ჭალებში ჩვენ ჭიასაც ვახარებთ, რომ გავდივართ ბუნებაში, მონატრებულები და ასე, მაგრამ ვაკეთებთ უანგაროთ, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ძალიან დიდ საქმეს. და რაც შეეხება მტაცებლის ბუნებიდან ამოღებას, მაგაზე რო პრეტენზიები აქვს ვიღაცებს, მაშინ კეთილი ინებეთ, ჩვენ დავждებით თბილად სახლში და იმ ხალხს აუნაზღაურეთ ერთი კამაზი ცხვარი რო გაიტანეს რამოდენიმე თვის წინ. თვითონ მოსახლეობა თავის პირუცხს რო შეყურებს, ძალიან დიდ ზარალს აყენებს რა. კი ბატონო, ჩავდივართ ხალხი გლოცავს, პატივს ხსენს. რაღაცას ვაკეთებ გონია და ბრაღ და უყურებ ისეთ კომენტარებს უყურებ ხოლმე, ხანდახან არ მინდა ხოლმე რაღაცა დავწერო ხოლმე, მაგრამ ჯობია არ დავწერთ. კი ბატონო. ბოლოს მაინც კარგზე ვისაუბროთ, ბევრი კარგი ნადირობები გველოდება. მშვიდობიანი ნადირობა ქონდეს ყველა მონადირეს რა. კი ბატონო. დაახლოებით 14 ტყი არის კიდე სანახავი, სადაც ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ ძალიან დიდი რაოდენობით არის ნადირი და არის გამოსახშირი. დღეს არ მოგვიცა მაგის საშუალება, ამიდან გამომდინარე, მაგრამ შენ მანქანას საღოლწმაო რა, სადაც შენი არე. მე მგონი გადაიღე გაბრი. ჯიგარი ხარ. მაგასაც მაშინ ჩაოსავ და ასე შემდეგ. ეს არის ლაშეს მანქანა, Mitsubishi ძმაჯერო, რომელიც იმსახურებს გარეცხვას. დღეს კარგი საქმეები გაგდა. ბოლო დასვენებას გადაგვარჩინა. მომავალ შეხვედრამდე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს YouTube მაყურებელს, ასევე მეგატივის მაყურებელს, გვერდში დგომისთვის, დროისთვის და იმედია მოგწონთ რასაც ვაკეთებთ. აბა დროებით.